დასკვნით ეტაპზეა საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საქმეც ხდომაზე მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა დღეს სიტყვით ისარგებლა დღევანდელ ხდომაზე დაცვის მხარე სასამართლო საბოლოო სიტყვით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ფრანგულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. მე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. Continașia xațarmodeki, nambdurim zetun axavi, beram zetun axavi, mitoro alminaxiev zisxivi, titqvis 4 წლის განმავლობაში. Am სისტემას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მე მოსაყვანი ვარ, დავით აღმაშენებელი რო ჩაგვარდნოთ, თვით დავით აღმაშენებელი ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებით და იუჟდით ძველ პატიმრობას. ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა. ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებს. მინდა გითხრათ, რომ ამ სოფლიოს ორადმა ძალებმა დიდი ხანია იპოვეს გზების სანქციების გვერდზე ავლის და ფულის საერთაშორისო სისტემის, ლეგალური სისტემის აუდიტ აქეთ-იქით მოძრაობის. ასე რომ ზედმეტად უნდა ვაიმედებ თავს, რომ აი კიდე სანქცია და აი ყველაფერი და მე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამისგან. სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ ვართ სულიერ დაუცველი და რა თქმა უნდა ჩვენ არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპელი ქართული სახელმწიფოებრიობაში. მაგრამ იმისათვის რომ ეს კონფრონტაცია თავიდან არ ვიცილოთ შემდგომი. ამისათვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გქონდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯერ ჩავატაროთ სასწრაფოდ არჩევანი, მივაქციოთ ამას, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ მანამ უსაფრთხოების კავშირი უნდა შევკრათ თურქეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი არის ძლიერი ლიდერი. სხვათა შორის შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მისი სურათის მიყიდია ისე როგორც პრეზიდენტ ბუშის როცა თბილისში იყო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. და მე მინდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში არც უკრაინის ჩაბარება არ მოხდება. და თუ საქართველოს ხალხი, ჩვენი ხალხი ვიყო ჩაღებ, არც საქართველოს ჩაბარება არ მოხდება.